წელს ქართულ მწერალსა და საზოგადო მოღვაწე ელგუჯა მაღრაძის 85 წელი შეუსრულდა. რამდენიმე დღის წინ კი პალიტრის მედია სახლმა ელგუჯა მაღრაძის ბიოგრაფიული რომანი გრიგოლ ორბელიანი გამოსცა. 10 თებერვლიდან კი მკითხველი რომანის მეორე ნაწილსაც გაეცნობა. თქვენ მთებს ანგრევთ, ქინიაზო, ვინც ანგრევს, მანვე უნდა აშენოს, ხალხს მშვიდობა უნდა და იარაღს კი არ ყრის. ეს დათო მაღრაძის ყველაზე საყვარელი ნაწყვეტია მამის რომანიდან გრიგოლ ორბელიანი. მამის ბიოგრაფიული რომანი გრიგოლ ორბელიანი კი ყველაზე საყვარელი ნაწარმოები. სწორედ ამიტომ, როდესაც დათო მაღრაძეს პალიტრის მედია სახლიდან დაუკავშირდნენ და მამის რომელიმე რომანის გამოცემა შესთავაზეს, პოეტმა არჩევანი სწორედ გრიგოლ ორბელიანზე შეაჩერა. არის ამ წიგნში შეძლების დაგვარად წარმოჩენილი მე-19 საუკუნის კეთილშობილი ქართული საზოგადოება, რომლის ზნეც ცხოვრებაც, აზროვნების კატეგორიაც, არისტოკრატიზმიც და ასე შემდეგ, ვფიქრობ, რომ არის გადასარჩენი. მთლიანად მე-19 საუკუნე არის გადასარჩენი. ელგუჯა მაღრაძის გრიგოლ ორბელიანი პალიტრის მედია სახლის პროექტ ქართული პროზის საგანძურის ფარგლებში დაიბეჭდა. გრიგოლ ორბელიანის პირველი ნაწილი რამდენიმე დღის წინ გამოიცა. 10 თებერვლიდან კი მკითხველი რომანის მეორე ნაწილსაც გაეცნობა. კი, იყო რაღაც შეიძლება უარყოფითი, იყო დადებითი ბევრი რამ იმ ეპოქაში, მაგრამ აქ გაცოცხლებული არის უამრავი ადამიანი, უამრავი პიროვნება, რომელთა შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით. ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდა თაობა მაინც. ასე რომ მე მგონი, რომ ეს სულიერ საზრდოს შემატებს ყველას. აი ეს იყო მე-3 სართულზე იქით ამ ხარეს ჩემი აივანი. თარგმანებს, რომანებსა და ესეებს ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ელგუჯა მაღრაძე სწორედ ამ სახლში ქმნიდა. შვილი იხსენებს, რომ მამა მუშაობას დილი 7 საათიდან იწყებდა. მართალია ყაზბეგის 14 ნომერში უკვე 16 წელია სხვა ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ ძველ სახლში მისული დათო მაღრაძე ბავშვობის მეზობლებს ძველებურად ხვდება. პოეტი ამბობს, რომ ძველ სახლთან ბევრი მოგონება აკავშირებს, თუმცა ამაზე საუბარი მას ლექსებით უფრო უადვილდება. ბევრი მოგონება მაკავშირებს, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ადამიანს, სადაც ბავშვობა გაატარეს, სადაც ბავშვობა გაუტარებია ადამიანს. მაგრამ ყველაზე უფრო კარგად ალბათ მე უფრო ესეთ საუბარი რომ ეხერხებოდეს, ლექს აღარ დავწერდი. უამრავი ხალხი მოდიოდა აი ამ შემოსასვლელიდან და სტუმრიანი სახლი იყო ყოველთვის. ყველა საღამო მახსოვს ადამიანების ურთიერთობების დღესასწაულით. ქართულ მწერალსა და საზოგადო მოღვაწე ელგუჯა მაღრაძეს წელს 85 წელი შეუსრულდებოდა. მან წლების განმავლობაში ამერიკული და ინგლისური ლიტერატურის არაერთი ნიმუში თარგმნა. მათ შორის არის გოლზოუორთის ფორსაიტების საგა, მაინრიდის უთაო მხედარი და არტურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმსი. ის ასევე რამდენიმე ესესა და რომანის ავტორია. მისი გრიგოლ ორბელიანი რუსულ, ხოლო გოდება რუსულ და უკრაინულ ენებზეა ნათარგმნი. ელგუჯა მაღრაძე 1999 წელს გარდაიცვალა. გრიგოლ ორბელიანის შემდეგ უახლოეს მომავალში ახალი გამოცემით ელგუჯა მაღრაძის უთაო მხედარი და შერლოკ ჰოლმსი გამოვა.